ციფრული თაობა და მასწავლებელი ურთიერთობის ახალი ენა, ასე ქვია ჩემს წიგნს, რომლის მეორე თავზეც ეხლა ვილაპარაკებ, ვინც ამ თემას უფრო სიღრმისეულად და დეტალურად დააკვირდება და სურს ეს დაკვირება, ჩემს წიგნში იპოვის ბევრ მაგალითსა და ახსნას და სხვა თავებსაც წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ისიც ონლაინ. მეორე თავზე ვილაპარაკებთ მასწავლებლის ევოლუციაზე დღეს. იყო დრო, როცა მასწავლებლის სიტყვა იყო კანონი. სკოლა იყო დისციპლინის სიმბოლო და მოსწავლე მორჩილი მიმღები. დღეს ეს სურათი შეიცვალა. მასწავლებელი აღარ არის ერთადერთი ცოდნის წყარო. ის არის, უბრალოდ მენტორი, ლიდერი და ემპათიური თანამგზავრი. მე-20 საუკუნეში ავტორიტეტი იყო სტატუსით განსაზღვრული. 21 საუკუნეში ავტორიტეტი უნდა მოიპოვო ნდობით, ცოდნით და ადამიანურობით. დისტანცია აღარ მუშაობს. მოსწავლეს სჭირდება თანაგრძნობა და გულწრფელობა მასწავლებლის მხრიდან. მასწავლებლის ავტორიტეტი დღეს აღარაა მოცემულობა, ის უნდა დაიმსახურო, ამბობს სერ კენ რობინსონი. რა არის მასწავლებლის როლი როგორც მენტორის? მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ განმანათლებელი. ის არის, როგორც თქვით, მენტორი, დამკვირვებელი, მხარდამჭერი. მოსწავლე ეძებს ადამიანს, ვინც მის გვერდით დადგება და არ მისცემს მხოლოდ შეფასებას. ეს მოითხოვს ემოციურ ინტელექტს, მოსმენას და საკუთარი სისუსტის აღიარებასაც. არასდროს მithქვამს მოსწავლისთვის მასწავლებელს ესა თუ ის რამე როგორ უნდა გაუბედო. საერთოდ არც ერთ პიროვნებას არ უნდა გაუბედო ის, რაც არაა გასაბედი. შენ არ ითხოვ მორჩილებას, შენ ითხოვ პატივისცემას. შენ არ აშენებ კედლებს, შენ აშენებ ხიდებს. შენ არ ეძებ გაბედულ მოსწავლეს, შენ ეძებ გულწრფელ ურთიერთობას. რატომაც არ უნდა გაუყადრო თავი? სწორედ ეს დაახლოება ხსნის ბავშვს, როგორც პიროვნებას. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ თანასწორობა და გულწრფელობა არის ახალი ავტორიტეტის საფუძველი. შექმენი ურთიერთობა, რომელიც ემყარება ნდობას და არა შიშს. ანუ მოსწავლეს უნდა შეეძლოს შენთან გულწრფელად საუბარი. იყავი თანმიმდევრული, მაგრამ არა ულმობელი. ანუ სიმკაცრე და ლმობიერება უნდა იყოს დაბალანსებული. გააზიარე შენი ადამიანური მხარე, ანუ მოსწავლე უფრო ღიად რეაგირებს მასწავლებელზე, ვინც საკუთარ შეცდომებსაც აღიარებს. იყავი მენტორი, არა მხოლოდ შემფასებელი. ანუ დაეხმარე მოსწავლეს იპოვოს საკუთარი გზა და არა მხოლოდ სწორი პასუხი. ამ თავის დასკვნა შეიძლება წარმოვადგინოთ. მასწავლებლის ევოლუცია არ არის სტატუსის დაკარგვა, ეს არის ადამიანობის დაბრუნება. არ ითხოვ მორჩილებას, არამედ ქმნი ურთიერთობას. ეს თავი არის გზავნილი მათთვის, ვინც მზად არის შეიცვალოს, რომ შეცვალოს. მადლობა.